ლაპარაკობს რადიო თავისუფლება, FM 107.4-ზე გენდერული ამბები იწყება, გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება, ხმის რეჟისორი ქოჩა ლეჟავა გახლავთ. სახალხო დღესასწაულები ნელ-ნელა გადის, ცხოვრება ჩვეულ ყოველდღიურ რიტმს უბრუნდება და გადაუჭრელი პრობლემების მოგვარების დროც დგება. ერთ-ერთი მწვავე პრობლემად კი საქართველოში რჩება ოჯახური ძალადობა, გასული წელი ამ მხრივ ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა, 20-ზე მეტი ადამიანი ქალი ემსხვერპლა ოჯახურ ძალადობას, მის შესაჩერებლად საზოგადოების ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად სამოქალაქო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უფლებადამცველებმა არაერთი კამპანია წამოიწყეს. ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო და თუ როგორ აფასებს ამ კამპანიას, თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ აპირებს უწყება ოჯახურ ძალადობას ებრძოლოს 2015 წელს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაკა ფერაძე გვესაუბრება და ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ასევე ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორი იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა. ახლახან შეისწავლა ეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ლონდა ბერია იქნება ჩვენი სტუმარი. რამდენიმე ხანში მუსიკის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. გენდერული ამბები პირდაპირ ეთერში ბრუნდება, მიკროფონთან მზია ფარესიშვილი ვმუშაობთ და სტუდიაში ჩვენთან სტუმრად იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაკა ფერაძე. ჩვენ დღეს საუბრობთ სწორედ იმ კამპანიაზე ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც იყო მიმართული, რომელშიც თქვენი სამინისტრო ძალიან აქტიურად იყო ჩართული, ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, ასე ვთქვათ, და იგივე საინტერესო რომ შევაჯამოთ დაუშვით 2014 და 2015-ში, იმიტომ რომ პრობლემა ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი ასე ვთქვათ კამპანიით არ იჭრება, მით უმეტეს რომ რაღაც ესეთი მძიმე სტატისტიკით დამთავრდა წინა წელიწადი სწორედ ამ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. დიახ, თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, თქვენს და მსმენელსაც მივულოცა 2015 წლის დადგომას, ყველა მიმდინარე დღესასწაულს და უსურვებ კეთილდღეობას, სიმშვიდეს და რა თქმა უნდა ძალადობის გარეშე ცხოვრებას. რაც შეეხება კამპანიის შეჯამებას, თქვენ მართალი ბრძანეთ, 2014 ძალიან გამორჩეული და ძალიან აქტიური იყო ამ თვალსაზრისით, როგორც იყო ეს წინასწარ დაანონსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 25 ნოემბერს ოფიციალურად გამოცხადა კამპანიის დაწყება, ასე ვთქვათ, იყო მისი გახსნის თარიღი და ესეც არ იყო შემთხვევითი. 25 ნოემბერი ყველა ვიცით, რომ არის ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე და ძალიან სიმბოლურად, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტყვია ამ დღეს ამ კამპანიის დაწყება. საკმაოდ პომპეზური იყო გახსნა. კარგი იყო, რომ მხარდაჭერა გამოთქვა არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფართო დაინტერესება პოვა ამ კამპანიაში ჩართვამ. საინტერესო არის ალბათ მსმენელისთვის ვუთხრა ურედო სიტყვა იმ კონკურსების შესახებ, რომელიც გამოცხადა ამ კამპანიის ფარგლებში. კამპანია გარდა იმისა, რომ ითვალისწინებდა გარკვეულ ინტერაქტიულ შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, მოსახლეობასთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე იყო უფრო ფართო და ითვალისწინებდა რამდენიმე სახის კონკურს, რომელიც გამოცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ეს იყო, ესე იგი, კონკურსი საუკეთესო სლოგანის მომზადებისთვის, საუკეთესო სიუჟეტის მომზადებისთვის, საუკეთესო რადიო სიუჟეტის მომზადებისთვის, სხვა და სხვა. ანუ ეს კონკურსი რეალურად მისი მიზანი იყო, რაც შეიძლება მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული საზოგადოება, მოსახლეობა, ხო? არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ფოკუსური ჯგუფი, როგორც არიან მაგალითად სკოლის მოსწავლეები და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო, მე თვითონ გახდით ჟიურის წევრი, ამ კონკურსის შეფასების ჟიურის წევრი, საკმაოდ საინტერესო, კრეატიული და ინფორმატიული ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი, განსაკუთრებით ძალიან კარგი იყო სიუჟეტები მომზადებული სტუდენტების მიერ, რომლებიც გამოირჩევიან, რა თქმა უნდა, უფრო მეტი სენსიტიურობით და კრეატიულობით. ზოგიერთი და გამარჯვებული გამოვლინდა Facebook-ზე მოწონების ღილაკების სახით, ზოგიერთი კი გამოავლინა თვითონ ჟიური. მათ გადაეცათ სიმბოლურად საჩუქრები.
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ეს დაჯილდოებაც ალბათ იყო ფართოდ გაშუქებული და ყველას ექნებოდა საშუალება რომ ეხილა და ძალიან მიხარია რომ ამაში დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ასევე მოზარდებიც. კი, ეს მაგა ძალიან კარგი. მე მინდა ჩვენ რადიო მსმენელს შევახსენოთ ჩვენი პირდაპირ ეთერის ნომერი 2988327. ჩვენ საუბრობთ სწორედ იმაზე, რომ როგორ ებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობას, როგორ სურს რომ აღკვეთოს, თავშეთ ეს ფართო კამპანია იყო, სწორედ ამ შედეგებს ვაჯამებთ ჩვენ ახლა და მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ახსენეთ 25 ნოემბერი, როდესაც დაიწყო ეს კამპანია და მაშინაც დაიწყო სწორედ ქალთა ძლიერი მოძრაობა არასამთავრობო სექტორის და ასევე ის რომ ბუნებრივია ძალიან ბევრი უფლებადამცველი აღნიშნავს რომ კარგია რომ სხვანაირად შეხედა უკვე სახელმწიფო უწყებამ რომელსაც ავალია პირდაპირ სწორედ წესრიგის დამყარება და სამართლის დაცვა სხვანაირად უფრო აამახვილ ამაზე ყურადღება თუმცა არის შენიშვნებიც და მე მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი უფლებადამცველის ქალთა მოძრაობის აქტივისტის თამარ გურჩიანის შეფასება ზოგადად ის როგორ ხედავს რა პრობლემაა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აი როგორ დგას და როგორ უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ. ქალების დისკრიმინაცია არის სამწუხაროდ უნივერსალური მოვლენა და ეს ხდება ყველგან მსოფლიოში და შესაბამისად ამას ებრძვიან ყველგან მსოფლიოში. ამან არის ის არც რასა, არც ეთნიკური წარმომავლობა, არც სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა სამწუხაროდ. და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე ძლიერი ქალთა მოძრაობა. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ამ ძლიერი ქალთა მოძრაობის წამოწყებისათვის ჩვენ დაგვჭირდა ამდენი მოკლული ქალი. სხვანაირად ალბათ ბევრი ინდიფერენტული ადამიანი სერიოზულად არ შეხედავდა ამ პრობლემას. ვერ გეტყვით რომ ამ ქალთა მოძრაობამ რაიმეს პრევენცია გააკეთა, იმიტომ რომ რამოდენიმე დღის წინ 26-ე ქალი მოკლეს მოგეხსენებათ საკუთარმა ქმარმა. შესაბამისად, ასეთი მოძრაობები მნიშვნელოვანია, ქალების ბრძოლა მნიშვნელოვანი არის თავიანთი უფლებებისათვის, თუმცა ამ საქმეს სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს სახელმწიფოს გარდა. და სახელმწიფოს პასუხი სამწუხაროდ არის სრულიად სამარცხვინო ამ მოვლენაზე. და მოდი ვთქვათ ეს გულწრფელად და პირდაპირ ყოველგვარი რევერანსების გარეშე. ის ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, რომელიც არის განათლებაზე ორიენტირებული და მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია განათლების სამინისტროსთან ერთად მიდის სკოლებში და საუბრობს იმაზე თუ როგორი ცუდი არის ძალადობა და ასე შემდეგ და წერენ ასე ვთქვათ ვიდეო კლიპებს, სიმღერებს და ასე შემდეგ. ასეთი მეთოდებით ოჯახში ძალადობას ან ზოგადად ქალებზე ძალადობას არ ებრძვიან და ვერ ებრძვიან. ამას სჭირდება კარგად გაწვრთნილი სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო სტრუქტურები, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა ამ პრობლემის მიმართ და მგრძნობელობის ყველაზე მთავარი კომპონენტი გახლავთ ის, რომ სერიოზულად აღიქვან ეს საკითხი. ეს საკითხები ქალებზე ძალადობა არ ჩათვალო ვიღაცის კერძო საქმეთ, მათ შორის ოჯახის საქმეთ. და ამ დანაშაულის ესე ვთქვათ ტრივიალიზაცია არ გააკეთონ და ხშირად მესმის ხოლმე ძალიან კომპეტენტური ადამიანებისგან მაგალითად ესეთი რაღაცა რომ ეს ხო ზოგადად ძალადობა არის, ეს ხო ზოგადად ძალადობრივი კულტურა არის, არ არის ამაში საქმე. დიახ, გენდერული ამბებია პირდაპირ ეთერში. ჩვენ საუბრობთ სწორედ იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არა მარტო ოჯახურ ძალადობას, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სტატისტიკა იყო. ვისმენთ თამარ გურჩიანის შეფასებას ამასთან დაკავშირებით, იგი აქტივისტია, უფლებადამცველია და უფრო მეც ითხოვენ თქვენგან მაკაფერაძია ჩვენი სტუმარი. შესაძლოა წარმომადგენლის შევამოკლებ სარგებლად რომელიც სწორედ კურირებს ამ საკითხს და დიახ მაინტერესებს თქვენი შეფასებაც იმიტომ რომ ეს ახალი პრეტენზია თქვენთვის არ არის ვიცი რომ დაშ თქვენ აქტიურად ხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მანდაც ისმის ხოლმე სწორედ ესეთი რაღაც შეფასებები დიახ, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, შემიძლია ნაწილობრივ დავეთანხმოთ ალბათ თამარს, რომელსაც ძალიან პატივს ვცემ. თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ ჩვენ გვაქვს შეხვედრები, გვაქვს სხვადასხვა სახის კამპანიები და ეს არ არის ერთადერთი დაუშვათ კამპანია, მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი თუ როგორ ებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობას, ცხადია, მას მრავალმხრივი მიმართულება აქვს. კერძოდ აქ იყო ნათქვამი, რომ საჭირო არის სამართალდამცავების შესაბამისი კვალიფიკაცია. ცხადია, ამაზე უკვე სამინისტრომ დაიწყო ზრუნვა, როგორც აქამდე დაუშვათ ზრუნავდა, რომ სხვადასხვა საკითხებში სამართალდამცავები ყოფილიყვნენ შესაბამისად მომზადებულები, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოჯახში ძალადობის სამართლებრივი მექანიზმების სიღრმისეულ ცოდნას.
ამ მიმართულებით გარდა იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეა დღესდღეობითაც მიმდინარეა სამართალდამცავების გადამზადება, ასევე არის მიმდინარე პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს სამართალდამცავების ერთის მხრივ სენსიტიურობის გაზრდას თვითონ პრობლემატიკის მიმართ და ასევე იმ რეგულაციების და სამართლებრივი მექანიზმების სიღრმისეულ ცოდნას, რომელიც მათ ჭირდებათ რეალურად პრაქტიკაში განსახორციელებლად და ამ პრობლემის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში. ეს არის მიმდინარე საკითხი, რომელზეც მე მუდმივად ვსაუბრობ ხოლმე და არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ანგარიშებში, ვებსაიტზეც, ინფორმაციებში მუდმივად აპელირებ შინაგან საქმეთა სამინისტრო. აქვე ითქვან ქალბატონი თამარის მიერ, რომ სამინისტრო ახორციელებს შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან. ესეც არ არის შემთხვევითი. რა თქმა უნდა, სამინისტრო, განათლების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების სამინისტროსთან ერთად ამ კამპანიას გეგმავს, ანუ მიმდინარეა ესეც მინდა გითხრათ არ დასრულებულა 2014 წლის დასრულებასთან ერთად და ცხადია, აქაც განსაკუთრებული მიზანი გვაქვს ბავშვებში არაძალადობრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სრულყოფილად. ანუ რას ნიშნავს ეს? ჩვენ ვაწყდებით იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვებმა ანუ მოზარდებმა და სამწუხაროდ მოზრდილებმაც არ იციან თუ რას ნიშნავს ძალადობა, თუ რა ქმედება ითვლება ძალადობა და ეს არ არის მხოლოდ ოჯახში ძალადობაზე საუბარი. სამწუხაროდ მათ არ იციან ისეთი ქმედებები, როგორც არის ბულინგი, რაც საკმაოდ გავრცელებულია სკოლაში. ეს პროექტი, ორი შემოხვედრი პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების სამინისტროს ინიციატივა ერთად გავაერთიანეთ და ამ კამპანიის ფარგლებში მოვიცავით არა მხოლოდ ოჯახში ძალადობა, არამედ ზოგადად ძალადობის ასე ვთქვათ ფენომენი და ასევე რა თქმა უნდა ბავშვებს და იმ სკოლის ადმინისტრაციას, რომლებიც ესწრებოდნენ ამ ჩვენ შეხვედრებს, გავაცანით თუ რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ქვეყანაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და გარდა ამისა, რაც მთავარია და რაც მთავარი გზავნილი იყო ამ თვითონ ამ მოსწავლეებთან, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა. იმიტომ რომ ცხადია ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება, რომ მხოლოდ სახელმწიფო ვერ იქნება სათანადო და ეფექტური ასეთი პრობლემატური საკითხის წინააღმდეგ ბრძოლაში თუ არ იქნება სათანადო თანადგომა და მხარდაჭერა საზოგადოებიდან, კერძოდ კი მოსახლეობიდან. ხოლო მოსახლეობის თანადგომა კი გამოიხატება მათში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და მათი აქტიურობით. ეს არის მეორე, ასე ვთქვათ, აქტივობა, რაც არის აი ეს გულისხმობს დავშვით ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ბუნებრივია და მათთვის ვინც გვისმენს ახლა საინტერესო არის იგივე. რა ხდება სამოქალაქო კიდევ ერთხელ რო განმარტოთ გენდერული ამბები არაერთხელ შეხებია ამ საკითხს, რომ იგივე თუ ოჯახში მეზობლიდან გესმის ეს ძახილი, ხო, ან რაღაც ეგეთი. დავუშვათ ამ კამპანიის დროს თქვენ უხსნით ბავშვებს, მოსახლეობას, რომ დავუშვათ ეს მათაც ეხებათ, რომ უნდა დაარეკონ, სად უნდა მიმართონ, არის თუ არა ეს შემაშფოთებელი სიგნალი. ჩვენ მსმენელისთვის კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, იმიტომ რომ თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ ეს პრობლემა გადაუჭრელია ჯერჯერობით, ძნელად გადასაჭრელია მთელ სოფლიოში და ბუნებრივია რომ უფრო აქტიურად რომ იცოდეს, უფრო ინფორმირებული იყოს მოსახლეობა დავშვით. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი მიზანი მოსწავლეების და მოსახლეობის ინფორმირების და იცით რა არის, როგორც გითხარით, ანუ თავშივე ეს იყო ინტერაქტიული ხასიათის შეხვედრები, სადაც ბავშვები შედიოდნენ დისკუსიაში წარმომადგენლებთან, იგივე როგორც სამართალდამცავებთან, ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან და იქ ხშირად ითქვა თვითონ ბავშვების მიერ, რომ თუ დავუშვათ მე გავიგე ან შევესწარი, რომ ცოლ-ქმარი ჭუბობენ, ეს არ არის ჩემი საქმე და მე ამაში არ ჩავერევი. აი ამ სტერეოტიპის რღვევა დისკუსიის რეჟიმში საკმაოდ ეფექტური გამოდგა, იმიტომ რომ უკვე შემდგომ ბავშვებმა თვითონვე აღიარეს, რომ თურმე ეს ფაქტი ეხება მათ. მართალია მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ოჯახის წევრები და რაღაცა გარკვეული ნათესაური, ეკონომიკური და სხვა სახის და ემოციური კავშირი აკავშირებთ მათ, ერთმანეთთან დააერთიანებთ, მიუხედავად ამისა, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა აკისრებთ მათ ვალდებულებას, გარკვეული ინტერვენცია მოახდინონ იმ შემთხვევაში, თუ ეს, რა თქმა უნდა, ინტერვენცია არის მათი შესაძლებლობების ფარგლებში. ცხადია, აქაც ზღვარი იქნება დასაცავით ამ ზღვარზეც. მეტნაკლებად როგორც შევძლებთ ვისაუბრეთ, თუმცა ამას მე უკვე პედაგოგები განავრცობენ, სად შეიძლება მოხდეს და რა დოზით და რა დონეზე შეიძლება მოხდეს სამოქალაქო ინტერვენცია და რა შემთხვევაში შესაძლოა და აუცილებელია სამართალდამცავების დახმარება. საკმაოდ ესეთი ცოცხალი, ინტერაქტიული დისკუსიები გამოგვივიდა, იყო ძალიან ბევრი ესეთი მწვავე შეკითხვები მოსწავლეების მხრიდან თავიანთი დაკვირვებით. მინდა გითხრათ, რომ გარკვეული რეკომენდაციებიც კი მივიღეთ მათგან, ძალიან საინტერესო, ისეთი, რომელიც ანუ სხვა თვალით შეგვახედებდა სიტყვაზე სამართალდამცავის ფუნქციას. ესე შეიძლება ხე უთფათ არ გამახსენდეს, თუმცა რაღაცა გარკვეულად
ისეთი უფრო როგორ გითხრათ, უფრო სენსიტიურები იყვნენ, რა თქმა უნდა, და იქაც დაგჭირდა იმის ახსნა, რომ სამართალდამცავი ცხადია რაღაცა გარკვეულ ჩარჩოებში მოქმედებს და ის არ არის ყოვლის შემძლე და ის ვერ შეძლებს ყველაფრის ერთჯერადად და უცბად, ანუ ერთი ხელის მოსმით პრობლემის მაგვარებას. თუმცა მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ იმ პატარა კამპანიის ფარგლებში, რაც ჩვენ ჩავატარეთ, გარკვეული მიზანი უკვე მიღწეულია, ბავშვებს აქვთ ცნობიერება ამაღლებული, მათ გამოიჩინეს საკმაო ინტერესი იგივე კონტაქტების გაცვლით, იგივე Facebook-ზე მოწერებით, სხვადასხვა ონლაინ აქტივობებით და ჩანს, რომ მათ რაღაცა გარკვეული ინფორმაცია, რომელიც მიიღეს, ამის რეალიზების მონდომება იგრძნობა უკვე თვითონ მათ მიმოწერაში და ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვახარებს, თუმცა აქვე რა ვაღიარებთ და ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის საკმარისი, მხოლოდ აქციის და რეალობა ხდება ოჯახში არიან უფროსები, რომელთაც ძალიან ესეთი სტერეოტიპები არის დამკვიდრებული, რომ ის რღვევა შეუძლებელია თუნდაც ერთი კამპანიის ფარგლებში, ან ერთი რომელიმე სახელმწიფო უწყების მიერ, როგორც ძლიერც არ უნდა იყოს სახელმწიფო უწყება, სტერეოტიპი ეს ისეთია, რომელიც მუშავდება და მკვიდრდება რამდენიმე წლების განმავლობაში და რომელსაც ასე ვთქვათ, ფონს უქმნის სოციალური და ეკონომიკური გარემო, თუმცა ვთვლი, რომ თუ ამ მიმართულებით იქნება ფართომასშტაბიანი აქციები, იქნება თუ ნაბიჯები გადადგმული როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო ორგანიზაციების მიერ, საბოლოო ჯამში შედეგი იქნება მიღწეული. 2015 წელთან დაკავშირებით დაუშვათ ეს კამპანია თქვენ ახსენეთ, რომ რაღაცები გრძელდება უფრო ინფორმაციული სახის და ასევე გადამზადება, ხო, პოლიციელების, პატრულის და დაუშვათ ეს იქნება სისტემატურ ხასიათს მიიღებს დაუშვათ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მე მინდა უშუალოდ რამდენად თქვენს განყოფილებას ეხება, არ ვიცი, მაგრამ თუმცა ზუსტად დეკემბრის 31-ში იყო სახალხო დამცველის განცხადება, სწორედ მანამდე დეკემბრის დასაწყისში მან მიმართა სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრს და როდესაც ის თხოვდა უფრო მკაცრ რეაგირებას. სწორედ საუბარია და უფლებადამცველებიც მაგას აღნიშნავენ, რომ ძალიან ახლა თითქოს მეტნაკლებად უფრო გახშირდა სავალალო სტატისტიკის შემდეგ, თუმცა მაინც უფრო მკაცრ რეაგირებას ელიან, რომ მოხდეს აღკვეთა და ესეთი შემაკავებელი ორდერიც, ანუ აი როგორ უნდა განისაზღვროს, და სახალხო დამცველს ქონდა ესეთი განმარტებითი ის თავის განცხადებაში, რომ ესე იგი უფრო სხვანაირი არარეალურია მასში დაფიქსირებული მოლოდინები, მე წავიკითხა უბრალოდ პრობლემის დაძლევის მიმართ და უშუალოდ ის გამოეხმაურა სამინისტროს განცხადებას და ბუნებრივია ის აღნიშნავს იმ წვლილს, რასაც აკეთებს სამინისტრო და თუმცა საუბრობს სახალხო დამცველი უჩენანუაშვილი, რომ ძალიან სხვანაირი რეაგირებაა საჭირო და მოყავს შემდეგ უკვე ბოლო სტატისტიკა, სადაც დაუშვათ საჭირო იყო სხვანაირი ჩართულობა, სხვანაირი რეაგირება. აი დაუშვათ ესეთ შენიშვნებს ან იგივე როგორ რეკომენდაციებს აძლევთ ხო პატრულს, რომელიც გამოიძახეს ამ პოლიციელს ადგილზე დაუშვათ უფრო ხშირია თუ გააქვთ ახლა სტატისტიკა ან ისე რომ გითხრათ შემაკავებელი ორდერის გაცემა. ის როგორ არის მე სამწუხაროდ ამ წუთში არ შემიძლია ზუსტი სტატისტიკის მოყვანა, თუმცა შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით თქვა, რომ ძალიან გახშირებულია და გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემა, ესეც რა თქმა უნდა უკავშირდება ისე და ისე ცნობიერების ამაღლებას და არავითარ შემთხვევაში იმას, რომ იმატა ფაქტებმა, ხო, ძალადობით ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალადობას აქვს საკმაოდ ფარული ხასიათი და მისი გამოვლენა ძალიან რთულია, თუ არ მოხდა შიგნიდან ინიცირება ამ გამჟღავნების ინიცირება, ხო? შესაბამისად, გარკვეულწილად ეს იყო კიდევაც მოსალოდნელი, ამისთვის პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო უკვე მომზადებული, რომ ეს ფაქტების და მიმართვიანობა გაიზრდებოდა. მიმართვიანობა გაზრდილია როგორც პოლიციის მიმართ, ასევე სასამართლო დამცავი ორდერების მიმართ და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც არიან ადამიანის უფლებების და მათ შორის, რა თქმა უნდა, ოჯახის ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანებში გაჩნდა გაცდა, რომ მათ შეუძლიათ გარეშე პირს, ანუ მესამე პირს მიმართონ დახმარებისთვის, ხო? ცხადია, ეს განცდის გაჩენის მიზეზი თავისთავად არის ისევ და ისევ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია. არ ვსაუბრობ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებაზე, რა თქმა უნდა, აუცილებელია ვაღიარო, რომ უბრალოდ ვთქვათ, რომ სრულიად საქართველოს, ასე ვთქვათ, უფლებადამცველების მობილიზებამ გამოიწვია ამ ცნობიერების ამაღლება და ამ დონემდე აყვანა. გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავები უკვე ათმაგი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ოჯახში ძალადობის ფაქტებს, მათ ზუსტად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ამაზე რეაგირება, ხოლო თუ არ იციან, ამის შესაბამისი მექანიზმით არსებობს. კერძოდ არის სპეციალურად დატრეინინგებული უბნის ინსპექტორები თითოეულ
ორ რეგიონში განყოფილებაში ორ-ორი შეძლებს დაგვარად ხალი და მამაკაცი დაკომპლექტებული, რომლებსაც აქვს ციღრმისეული ცოდნა ოჯახშვილადობის საკითხებს, როგორც სამართლებრივად, ასევე მათი ფსიქოსოციალური პორტრეტის შესახებ და მათ შეუძლიათ სრულყოფილად საკონსულტაციო, ასე ვთქვათ, ფუნქცია გაუწიონ თავიანთ კოლეგებს, რომლებიც რაღაცა გარკვეული პრობლემებს წაწყდებიან, ან გარკვეული შეკითხვებით მიმართავენ მათ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, თქვენ იკითხებთ გრადობასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ გრადობა უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სახით, რომელიც არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც დაწესებულება, რომელიც ამზადებს პოლიციელებს და არის პასუხისმგებელი პოლიციელთა გადამზადებაზე. ამავდროულად არის ასევე გადასამზადებელი ტრეინინგები პოლიციელთათვის. და სახალხო დამცველის აპარატიც არის ჩართული ამაში. არა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატი, არამედ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პარტნიორობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. და ის ჩვენი პერმანენტული შეხვედრები, რომელიც იგეგმება თვეში ან ორ თვეში ერთხელ სამოქალაქო სექტორთან და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, ცხადია ყველა ეს დისკუსიის დროს პირველი რაც არის, ანუ სამინისტრო წარუდგენს თავიანთ პროგრესს, შემდგომ უკვე ვაკეთებთ პრობლემების იდენტიფიცირებას და ამ იდენტიფიცირებაზე აღმოფხვის გზების დასახვას. ჩვენ ახალი ამბების დრო მოგვიახლოვდა, ნინო როდონაია გაგვაცნობს მას და შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. გენდერული ამბები პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ჩვენი სტუმარი გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაკა ფერაძე. ჩვენ საუბრობთ სწორედ იმაზე, თუ როგორ აპირებს სამინისტრო 2015 წელს, რომ ებრძოლოს ოჯახურ ძალადობას, იმიტომ რომ რთული ვითარება, ეს კამპანია ჩათავდა, მაგრამ როგორც წინა ნახევარსაათში გითხრა მაკამ, ის მაინც გრძელდება და ის სწორედ თავარი გამოწვევები რა რჩება და რაზე აპირებთ, რომ გაამახვილოთ ყურადღება ამ წელს. რა თქმა უნდა 2015 წელს გაგრძელდება იგივე შემართებით ბრძოლა ოჯახშვილადობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ პირველ ნახევარში ვისაუბრეთ, რომ ამაღლებულმა ცნობიერებამ ასევე გამოიწვია მიმართვიანობის გაზრდა ერთიევრად, რაც ცხადია. დიახ, ჩვენ რადიოს მესაც რომ უთხრათ, ან შეუძლიათ 112-ზე დაარეკონ და აქ შეიძლება მეზობელმაც დაარეკოს, ხო, როდესაც ესმის, ადრე თითქოს ეს პრობლემა იყო, ხო, განაცხადს არ იღებდნენ. აი ამ კამპანიის დროს ეს სიახლესავით გამოჩნდა თუ ვიტყვი რომ არ იღებდნენ განაცხადს, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ვალდებულია შესაბამისმა ოპერატიულმა დანაყოფამ მოახდინოს რეაგირება გამოძახებაზე, როდესაც მით უმეტეს შედის ეს 112-ზე ზარი და იქ არის ნათლად ჩამოყალიბებული ზარის ინიციატორის მიერ, რომ რაღაცა გარკვეული დახმარება საჭიროებს, თუნდაც თვითონ ან მისი მოწმობით რომელიმე მეზობელი იქნება თუ რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრი, ცხადია ყველა შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან გავიდნენ გამოძახებაზე, იქ მერე უკვე ადგილზე გაერკვნენ და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. თუ არის ძალადობის ფაქტები და არის საჭიროება გამოცემის შემაკავებელ ორდერს, ან შეიძლება იყოს იქ სისხლის ამოწლის დანაშაულის ნიშნები, ამ შემთხვევაში გამოძიებაც კი იწყება. მექანიზმები ძალიან ბევრი არსებობს, არ მგონი ამისთვის გქონდეს ჩვენ შესაბამისი დრო, ალბათ რომ თუმცა მომავალშიც ასე ვთქვათ, ბევრს ვისაუბრებთ ამაზე. დიახ, აი ძირითადი პრიორიტეტი და სტრატეგია, რომ გითხრათ მოკლედ. პრიორიტეტია სტრატეგია კვლავ რჩება, ისევ და ისევ ოჯახშვილადობის წინააღმდეგ ბრძოლა სამართლებრივი მეთოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ და ისევ გადამზადებული, შესაბამისად მომზადებული და კვალიფიკაცია ამაღლებული პოლიციელები უზრუნველყოფენ ყველა იმ სამართლებრივი მექანიზმის განხორციელებას, რაც დღესდღეობით არსებობს საქართველოში, ეს რაც შეეხება ოპერატიულ დონეზე, ხოლო დანარჩენ დონეზე ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილება უნარიანი პირები იმუშავებენ ერთის მხრივ სამართლებრივი მექანიზმის და კანონმდებლობის დახვეწისთვის, რომ უფრო და უფრო ეფექტური იყოს მათი აღსრულება. იმიტომ რომ გარკვეულ პროცესებში მაინც ვაწყდებით წინააღმდეგობას, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და ყველაფერი თავის ადგილზეა, გარკვეული ბიუროკრატია ქმნის იმ დაბრკოლებებს, რაც შემდგომ უკვე აისახება უკმაყოფილო მოსახლეობაში. ამის კვლევები მუდმივად მიმდინარეობს ჩვენს მიერ, თქვენ იცით, რომ ის კომისია, რომელიც შექმნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სწავლობს იმ ხარვეზებს, რაც არსებობს კანონმდებლობის აღსრულებაში და სწორედ ეს კომისია არის მიმართული იმისკენ, რომ ამ ხარვეზების აღმოფხვის გეგმები დასახოს და შემდგომ ხელი შეუწყოს ამ გეგმების განხორციელებას და ერთ-ერთი არის კანონმდებლობაში არსებული ბიუროკრატიის
განმარტივება. ეს უფრო მეტად უკავშირდება სასამართლო პროცესს, ანუ სასამართლოს მიერ შემაკავებელი ორდერის დამტკიცების პროცესს, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის თვითონ მოძალადეს, ანუ მსხვერპლს და მოწმეებს, მოძალადეს ცხადია უქმნის და ასევე გარკვეულ პრობლემებს, ბიუროკრატიულ პრობლემებს უქმნის სამართალდამცავებისთვისაც. თუმცა ეს მიმდინარე პროცესია, ჯერ სამუშაო რეჟიმია, ამაზე ცოტა ადრეა საუბარი, მაგრამ ერთი მინდა რომ აღვნიშნო, რომ უწყებად შორისი საბჭო ამაზე მუშაობს, ერთ-ერთი საკითხად არის ეს, ასე ვთქვათ, პრიორიტეტად გამოტანება. დიახ, მე მინდა მადლობა გადაუხადო მაკა ფერაძეს, იგი არის წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სამინისტროსი, სწორედ და ვფიქრობ, რომ არაერთხელ იქნებით გენდერული ამბების სტუმარიც და სწორედ რომ მოგვითხოთ მერე და ჩვენს მსმენელსაც ჩააბაროთ ანგარიში ჩატარებული მუშაობის თუ როგორ ებრძვის ოჯახურ ძალადობას და შეებრძოლება 2015 წელს. ჩვენ ცოტა ხნით მუსიკალური პაუზის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. გენდერული ამბები პირდაპირ ეთერში ბრუნდება, სტუდიაში მზია ფარესიშვილი უმუშაობდა, ჩვენი სტუმარი გახლავთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი ლონდა ბერია. მადლობა რომ მოხვედით. თქვენმა ორგანიზაციამ დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა და საკმაოდ 8 წელია ხო აქ მოცული სწორედ აი დავუშვათ ეს მე მგონი რაღაც აქამდე ესეთი სტატისტიკა არ ხდებოდა სამწუხაროდ დავუშვათ შეიძლება ადრეც ხდებოდა ბუნებრივია ოჯახში ძალადობა და განსაკუთრებით ქალების მიმართ თუმცა აი ეს მსხვერპლით რომ დასრულდა ამდენი ფატალური შედეგით ალბათ როგორც ჩანს ესეც იყო ერთ-ერთი მოტივი აი საინტერესოა რატომ გადაწყვიტეთ რომ ეს კვლევა ჩაგეტარებინათ სტატისტიკა მოგეციებინათ დიახ ну ჩვენი ორგანიზაცია ეწევა ზუსტად ამ საქმიანობას, ანუ საჯარო ინფორმაციის გაანალიზებას, ვითხოვთ საჯარო სექტორიდან, სახელმწიფო უწყებებიდან და ეს იყო ზუსტად 2014 წლის 2 დეკემბერს გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია პროკურატურიდან და შესაბამისად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რაც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მეუღლეების, ყოფილი მეუღლეების მკვლელობა, მათზე ძალადობა და ძალიან გვინდოდა რომ სწორედ ამ კუთხით გავკვეთებინა ჩვენი ანალიზი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შესაძლოა არ აწარმოებს მის სტატისტიკას ქალზე ძალადობა ხდება თუ არა ოჯახში, ან გენდერული ნიშნით მეუღლებს შორის არის თუ არა და გვაქვს უბრალოდ ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა. ეს არის 2009 წლიდან, ანუ ბოლო 6 წლის მონაცემები, იმიტომ რომ 2009 წლამდე მსგავსი მონაცემები არც პროკურატურას არც შესაბამისად არ გააჩნია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 2014 წელი იყო საკმაოდ ისეთი ცუდი და ნეგატიური წელი იმ მხრივ, რომ მკვლელობების რაოდენობა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე გაიზარდა 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ. ანუ თქვათ, ყველაზე მაღალი გასული 5 წლის განმავლობაში იყო 8 შემთხვევა. მკვლელობის, მაშინ როდესაც 2014 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ამ შემთხვევების რაოდენობა იყო 19. ასევე ზოგადად ისიც შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ზოგადად მკვლელობების სტატისტიკა იყო თითქმის იმდენივე, რამდენიც წინა წლებში. უბრალოდ ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ეს თქვენმა ორგანიზაციამ გააკეთა სწორედ რომ ამ გენდერული ნიშნით მოუწია შემდეგ უკვე დახარისხება, ხო, ამ საჯარო ინფორმაციის თუ ეს მხოლოდ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა? ეს ინფორმაცია არის ერთად პროკურატურის და შესაბამისად მიერ მოწოდებული თუმცა ანუ ეს გენდერული ნიშნით არ ჩანს. ანუ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები იყო განხორციელებული ქალზე, თუმცა ზუსტად ნამდვილად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ მსგავსი სტატისტიკა მეუღლეებს შორის გენდერული ნიშნით ამას არ აწარმოებს შესაძლოა. დიახ, იქ თქვენ გამოყოფილი გაქვთ ცალ-ცალკე მუხლებად, აი დავუშვათ კიდევ საინტერესოა დავუშვათ, რამდენჯერ მიეცა ამას სამართლებრივი დევნა, ხო, აი იმის შეგრძნება, რომ დავუშვათ იქ ოჯახში ძალადობაც ასევე რომ დასჯადია სწორედ მაგიტომ მინდა რომ გავამახვილოთ ამაზე ყურადღება, იმიტომ რომ ხდება სამწუხაროდ ისე რომ აღიქმება თითქოს რომ ის მისი საკუთრება ოჯახში შვილი იქნება, მეუღლე იქნება, დედა იქნება, ან ნებისმიერი წევრი, მოხუცებული. აი საინტერესოა დავუშვათ როგორი სტატისტიკა არის, ან იგივე რაღაც უმაღლესი სასჯელი როგორია ხოლმე შეგიძლიათ რომ ამაზე გითხრათ? კი, ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რის შესახებაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია. გვაინტერესებდა
და სისხლის სამართლის დევნის აღძვრის შემდეგ რამდენი იყო გახსნილი დანაშაული, ანუ რეგისტრირებული და გახსნილი, თუმცა სამწუხაროდ პროკურატურამ გადაგვა მისამართა შსს-თან, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანუ 2 დეკემბრის შემდეგ, ანუ როცა გამოვითხოვეთ, დღემდე პასუხი არ მოუწია. ამიტომ ჩვენ სამწუხაროდ არ ვფლობთ ინფორმაციას. გასაგებია, ჩვენ ყავდა გადაცემის პირველ ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, თუმცა კიდევ ცოტა სხვა სფეროს კურირებს და ლაპარაკობდა სწორედ იმაზე, თუ როგორ აპირებენ მომავალში ბრძოლას ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. დიახ, და საინტერესოა და შოთ ეს ინფორმაცია, რაც გაქვთ, რაც მოიპოვეთ, აი რამდენი შემთხვევაა, რომ გითხრათ ეს 6 წელზეა საუბარი, ხო? კი ბატონო. ანუ მოკლედ რომ გავიაროთ, იყო 2 პუნქტი, რაც გვაინტერესებდა, ეს იყო მკვლელობების და მკვლელობის მცდელობების. როგორც აღნიშნე, მკვლელობების რაოდენობა იყო 19 ბოლო წლის განმავლობაში, ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე წინა 5 წლის განმავლობაში. მკვლელობის მცდელობას რაც შეეხება, ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო მაღალი მაჩვენებელი. აი შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად 2012 წელს იყო 0 მკვლელობის მცდელობის ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს იყო 6, იმდენი რამდენიც იყო წინა, ანუ 2009-დან 2011 წლის ჩათვლით, სულ ერთად აღებული. აქედან ამ მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ სულ იყო 45 შემთხვევა მკვლელობის 2009-დან 2014 წლის ჩათვლით და ანუ ასევე გვაინტერესებდა, რამდენად იყო განსხვავება რეგიონებსა და თბილისში. რეგიონებში უნდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წელი იყო მარტო გამონაკლისი, როცა დაბალი იყო რეგიონებში მკვლელობების რაოდენობა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე. დანარჩენ ყველა შემთხვევაში რეგიონებში უფრო მაღალი იყო ეს მაჩვენებელი. თვითონ რეგიონებიც იქ დავშე დასავლეთ საქართველოს, მაღალმთიანი რეგიონები თუ აი ესეთი ის არა გაგვიჩნდა. ეს დაყოფილი არ არის, თუმცა ალბათ დეტალურ ინფორმაციას ამზე ფლობს შსს. მაგრამ 2014 წელს ასევე საკმაოდ ესეთი საგანგაშო მაჩვენებელი იყო, როდესაც წინა 5 წლის განმავლობაში მაქსიმუმი მაჩვენებელის რეგიონებში მკვლელობის იყო 5, 13 წარმოადგენდა 11 თვის მანძილზე 2014 წელს. გასაგებია. კიდე რა არის ესეთი, რაც დავშე თვალში საცემია ამ სტატისტიკურ მონაცემებში, რაზე შეგიძლიათ რომ გაამახვილოთ ყურადღება? ну ალბათ უფრო ზოგადი სტატისტიკა რაც უკვე აღნიშნე მკვლელობების და თანაფარდობა, ანუ წილი პროცენტული მაჩვენებელი ოჯახური ძალადობის ის, რომ ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მკვლელობების რაოდენობა გაიზარდა ბოლო წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც თვითონ ზოგადად მკვლელობების რაოდენობა იყო თქვათ ნაკლები, მაგალითად 2009 წელს თუ იყო 114 მკვლელობა მთლიანობაში და აქედან 8 იყო მხოლოდ ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, 2014 წელს იყო უფრო ნაკლები 97 მკვლელობის შემთხვევა და აქედან 19, ანუ 19% მოდიოდა სწორედ ოჯახურ ძალადობაზე. ბუნებრივია, ეს ძალიან საინტერესო იქნება სწორედ სტატისტიკური ინფორმაცია იურისტებისთვის, იგივე იმ უფლებადამცველებისთვის, რომლებიც ასევე მუშაობენ ამ სფეროში, მithumetes წელი იწყება და იმედი უნდა ვიქონიოთ ნამდვილად, რომ ისეთი სავალალო შედეგები არ იქნება უკვე ამ წელიწადს, როგორც იყო შარშან. მე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი კოლეგა თეა თოფურიას მოკლე გამოკითხვა, როდესაც ის თბილისის ქუჩებში გამგლებთან დაინტერესდა, რას ფიქრობენ თავად მოქალაქეები, თუ რა არის საჭირო, რომ აღიკვეთოს ოჯახში ძალადობა. ჩვენ შეგვიძლია ეს ახლა ერთად მოვისმინოთ. უნდა შეიცვალოს სოციალური ცხოვრება, არ უჭირდეს ადამიანს ან შვილის გაზდა, ან შვილის პრობლემები. აი, მე მგონი ამაში ვხედამ რა, ეს მდავარი. არ არის მიჩეული ეს კაცები ქალების ცოტა სხვანაირი თავისუფალი მოქცევა. როგორც საზღვარგარეთაც ხდება ეგეთი რამე, მაგრამ ესე არა, როგორც აქ ქალები ძალიან შეზღუდულია. აი, გინდა პარლამენტში ახლა კი არიან, მაგრამ მაინც მეტი უნდა იყოს. ქალი მეტი უნდა მისცეს თავისუფლობა. არ იყოს ეს დაკეტილი სახში, სულ იფიქროს რა გავაკეთო, რა ის კაცებს არ უნდათ, იცით რა, სხვათა შორის ზოგ შვილის გაზდა, დარიგება, საუბარი. აი ამაში ვხედავ მე პრობლემა. ანუ ჩემი აზრით, ქალთა ძალადობა რომ შეწყდეს, ამისთვის სახელმწიფო მას ანუ რაღაც უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში არის მაინც ოჯახში. და ჩემი აზრით შეიძლება დიდი წილი იყოს სერიალებისიც. მაგალითად თურქული სერიალები, სადაც ერთმანეთს კლავენ. უბრალოდ ქმარი
ექმნები ცოლებს კლავენ. აი ზეგავლენა არის ჩემი აზრით და ქართული მენტალიტეტისთვის არის მიუღებელი. სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს ქალთა უფლებები, იმ დონემდე უნდა იყოს დაცული, რომ ქალებს აღარ ჰქონდეთ იმის პრობლემა, რომ რაღაცა თავი დაუცველად იგრძნონ, თუნდაც ოჯახში. ფიქრობ, რომ სახელმწიფო იმდენად უნდა აწიოს ქალის დონე, რომ ანუ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა აღარ შექმნას ქალს. მეტყვით ამ ბოლო პერიოდში ძალიან გამძაფრდა ეს სიტუაცია და ну განათლების დონე პირველ რიგში ჩემი აზრით, იმიტომ რომ კანონი ისედაც არის. ფიქრობ, თვითონ ქალებმაც უნდა აიმაღლონ ხმა და რაღაცა ცოტა მეტად უნდა შეხედონ ამ საკითხს, სხვა კუთხით უნდა შეხედონ, ფიქრობ. ქალის პატივისცემა უნდა ასწავლონ ბავშვები. ანუ ოჯახში აღწესად. აბარა, ქალბატონო, აბარა ასაა. მე ჩემთვის ვასწავლი, როგორ უნდა მოიქცეს ქალბატონის თანდასწრები. როგორი დაზღვეული ვარ, მაგრამ ჩემ ახალგაზრდობაში ეგეთ მე მაგალითად ისიც მახსოვს, რომ ვინმე ძალა რო ეხმარა ქალზე, მანდილოსანზე, იმას გვერდზე არ დგავიკარებ. ესე იყო ჩემ ახალგაზრდობაში და ჩემ სიბერეში ჩემთვის ეს. ძალიან მიძნელდება ამ საკითხზე. პასუხის გაცემად მარტო საზოგადოება არ კმარა ამისთვის და უნდა გამკაცრდეს ალბათ სასჯელის ზომა. ადიახ გენდერული ამბები პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ჩვენ ვისმენთ, რას ფიქრობს მოქალაქეთა ნაწილი იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო და საზოგადოება ოჯახში ძალადობას. ჩვენი სტუმარი გახლავთ ლონდა ბერია, ის არის წარმომადგენელი თავისუფლების ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელია და ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო ასე ვთქვათ კვლევაზე, რაც თქვენმა ორგანიზაციამ გააკეთა სწორედ 6 წლის განმავლობაში, რამდენი მკვლელობა იყო დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე და სწორედ აი აქ თქვენი მოტანილი დიაგრამიდან ჩასა 45 შემთხვევიდან 16 შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, ხო? დანარჩენი 29 შემთხვევა რეგიონში. საინტერესოა დავუშვათ ამ მიმართულებით იგივე გენდერული ჩვენ ვისაუბრეთ გენდერული ნიშნის ძალადობაზე და საინტერესოა თქვენი ორგანიზაცია თუ აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას, როგორია ბალანსი თუნდაც ამ გენდერული თანასწორობის მხრივ, არა მარტო აი მაგაზე თუ გაქვთ ჩატარებული კვლევები. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გენდერული თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია განვითარებისთვის ქვეყნის, ამიტომ პერიოდულად ამ თემით ვინტერესდებით ხოლმე, ძირითადად რა თქმა უნდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე და ინფორმაციის გაანალიზების. ახლაც როგორც უკვე აღნიშნეთ წინა ბლოკში, ძალიან გვინდოდა რომ ამ კვლევაშიც რომელზეც ვისაუბრე, ყოფილიყო გამოკვეთილი ეს გენდერული ხაზი, მაგრამ არ არსებობს მსგავსი სტატისტიკა, მაგრამ სამაგეროდ გქონდა ცოტა ძველი კვლევა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო, ამჯერად საჯარო უწყებებში დასაქმებულ ქალთა შესახებ, უბრალოდ რამდენად არის გენდერული ბალანსი, თქვათ დეკრეტულ შებულებას რამდენი იყენებს, როგორ იყენებენ, რამდენი დაითხოვეს. პრობლემებზე ჩვენ გენდერული ამბები აქტიურად საუბრობთ, ხოლმე ცალ-ცალკეც გქონდა ეს, თუმცა საინტერესოა სწორედ ეს ტენდენციები რომ შევაჯეროთ მე. ბრივია აი თქვენი კვლევის მიხედვით რა გამოჩნდა დავუშვით ამ. ჩვენი კვლევა მოიცავდა 2012 წლის იანვრიდან 13 წლის ოქტომბრამდე პერიოდს, საკმაოდ ისეთ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდი იყო საქართველოსთვის და შესაბამისად ძალიან ისეთ საინტერესო ტენდენციები გამოჩნდა, მაგალითად ის რომ ის ადამიანი, ანუ იმ ადამიანებიდან, ვინც დაითხოვეს საჯარო სამსახურიდან, აბსოლუტური უმრავლესობა იყო მამაკაცები, თუმცა ეს აიხსნება იმით, რომ ისინი იყვნენ დასაქმებულები იქამდე ძალოვან სტრუქტურებში, შესაბამისად აქ გაცილებით უფრო მეტი მამაკაცია დასაქმებული, შესაბამისად არ აღინიშნება, ვთქვათ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშანი, ასევე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ხელმძღვანელ პოზიციებს რაც შეეხება 78% მამაკაცების, ანუ ხელმძღვანელ პოზიციებზე არის 78% მამაკაცების და მხოლოდ დარჩენილი პროცენტი მოდის ქალებზე. მაგრამ ანუ ამდენი მკვლელობების და შემდეგ პოზიტივი, რაც შეიძლება რომ ნამდვილად ხაზი უნდა გაუსვათ, არის ის, რომ ანუ წინა წლის აპრილის მონაცემებით, უბრალოდ 2013 წლის აპრილის მონაცემებით, თუ არ ვსაუბრობთ ძალოვან სტრუქტურებზე,
დანარჩენ 166 საჯარო უწყებაში გენდერული ბალანსი არის მეტნაკლებად დაცული, ანუ თანაფართობა მამაკაცების და ქალების რაოდენობის შორის არსებობს. ნელ-ნელა უკვე თანდათანობით ასე ვთქვათ ეს თანასწორობისკენ მიდის, ბუნებრივია თან ეს წელიწადი მით უმეტეს სწორედ თქვენ ახსენეთ იმაზე, რომ სახელმძღვანელ თანამდებობაზე გაცილებით მეტი კაცია, ვიდრე ქალი, სწორედ საუბარია სწორედ იმაზე, რომ ეს რეალური სურათი თუ როგორ არის თანასწორობა ჩანს ძალიან კარგად პარლამენტში, სადაც მხოლოდ 12%-ია ქალების წარმომადგენლობის, თუმცა მომავალში ამ წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვისაუბრებთ სწორედ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს უფრო მეტი ჩართულობა, იმიტომ რომ 2014 წელსაც არა მარტო გენდერულ ამბებში რადიო თავისუფლება ძალიან ხშირად საუბრობდა იმის აუცილებლობაზე, რომ უნდა გაიზარდოს ქალის როლი პოლიტიკაში, ეკონომიკაში. საინტერესოა თქვენი ორგანიზაციის გეგმები 2015 წელთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ აი სწორედ ბევრი უწყება სულაც არ აკეთებს გენდერული ნიშნის სტატისტიკას არ იმაშობა, ხო, არ აწყობს. ან თქვენი მიმართულება 2015 წლის პრიორიტეტი საინტერესოა რომ ამის შესახებ მოგვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი სწორედ თქვენი ორგანიზაციის დამსახურებით. ამ კვლევაზე, რომელიც აღნიშნე 2013 წელს არის გამოცემული, დასკვნაში გვიწერია, რომ შეინიშნება უკვე გენდერული საკითხის წინ წამოწევა, ანუ ამაზე უკვე საუბრები დაიწყო და შესაბამისად რაღაც ცვლილებები, ძვრები არის, რაც პოზიტიური შედეგებისკენ ალბათ მიგვიყვანს, მაგრამ რამდენადაც ეს კვლევა იყო 2013 წელს და ამ შემდეგ კიდევ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. ჩვენ ალბათ ამ წელს უკვე წინა წლის, ანუ 2014 წლის მონაცემებს გამოვითხოვთ, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი საქმიანობა ზუსტად ამაზეა დამყარებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე. იმედი გვაქვს, რომ ყველა უწყება ასე დროულად და ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის და იმედი მაქვს, რომ 2015 წელს ამ მხრივ გაცილებით ისეთ პოზიტიურ სიახლეებს გაგაცნოთ. და უფრო მეტი ინფორმაცია იქნება. მე მაინტერესებს აი სწორედ თუ შეიცვალა ტენდენცია იგივე ბუნებრივია ეს უშუალოდ გენდერულ ამბებს არ უკავშირდება და გენდერულ საკითხს, თუმცა საჯარო დაწესებულებები, სახელმწიფო სტრუქტურები, რამდენად ღია არის, რამდენად იოლია მოპოვება ინფორმაციის და ყველაზე ისეთი პრობლემური რომელი რჩება, რომელი ორგანო საინტერესო. ჩვენ შეგვიძლია ესე ამაყად როგორც ITF-ის წარმომადგენელმა, რომ ბოლო პერიოდში ნამდვილად საჯარო უწყებების გამჭრელობა გაიზარდა. თუმცა რამდენიმე ისეთი სტრუქტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ინფორმაციისთვის, რომელზეც ჩვენ მუშაობთ, ჯერ კიდევ საკმაოდ დახურული რჩება, მქონდა რაღაც ისე ვთქვათ ნომინაციები, ცოტა ხნის წინ მქონდა პრეზენტაცია, სადაც რეიტინგი მქონდა ყველაზე გამჭრვალე და გამომჭრვალე უწყებების ერთ-ერთი სამწუხაროდ ერთ-ერთი უწყება, რომელიც ყველაზე ისეთ დახურულად რჩება, არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც თუნდაც აი ხა რაზეც ვსაუბრობდი გენდერული ნიშნით კვლევების რაოდენობას და შემდეგ ძალიან ბევრი ინფორმაციის მომცემი შეიძლება ყოფილიყო და ვიმედოვნებთ, რომ 2015 წლის მონაცემებში უკვე იქნება შესაძლოა ძალიან ისეთი აქტიური წვლილი ჩვენს. დიახ, ეს ბუნებრივია, ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და მიკროფონთან ზია ფარესიშვილი მუშაობდა. ამ გადაცემის აუდიო და ვიდეო ვერსიის ნახვა თქვენ შეგიძლიათ ჩვენს საიტზე რადიო თავისუფლება.ge ვიდეო ჩანაწერი ასევე გადის არტარიაზე საღამოთი. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი ლონდა ბერია, რომელმაც სწორედ მოგვიყვა იმ სტატისტიკაზე, თუ როგორი საკმაოდ სამწუხაროდ მძიმე იყო უფრო 2014 წელი, როდესაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მოხდა მკვლელობები. ჩვენ გვყავდა ასევე გადაცემის პირველ ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც ასე ვთქვათ რადიო თავისუფლების მსმენელთანაც ასევე დაადო პირობა, რომ სწორედ გაითვალისწინებს უფლებადამცველების შენიშვნებს და უფრო აქტიურად გააგრძელებს კამპანიას და ბრძოლას 2015 წელს, რომ მინიმუმამდე მაინც მოხდეს დაყვანა სწორედ თუ
საუკეთესო შემთხვევაში კიდე მოხდეს სრულიად აღკვეთა ოჯახური ძალადობის. გენდერული ამბები დასასრულს მიუახლოვდა. დილის 8 საათიდან ღამის 2 საათამდე FM 107.4-ზე თქვენ შეგიძლიათ უსმინოთ რადიო თავისუფლებას და გაცილებით ბევრი ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში თქვენ მიაკვლევთ როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ინტერნეტში, ჩვენს ვებსაიტზე radiotavisufleba.ge. გადაცემას მზია ფარესიშვილი ვუძღვებოდი, ხმის რეჟისორი გოჩა ლეჟავა გახლავთ. FM 107.4-ზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლება.